მე მინდა გამოვეხმაურო არა როგორც თავმჯდომარე დემოგრაფიული საზოგადოების არამედ როგორც მოქალაქე მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რომელიც ატეხილი არის მასმედიაში და იმ შეტევებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ქართულ ეკლესიაზე და ტრადიციულ ღირებულებებზე და გავაკეთო განცხადება, ხო? მე წაგიკითხავთ ახლა განცხადების ტექსტს, გადმოვხცემთ მე ამას დაბეჭდილს, რო არ იწვალოთ და მე დავიწყოთ პრესკონფერენცია. გვიახლოვდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი, ეგრეთ წოდებული დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი. იქნებ მათ შორის ამიტომაც მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი. არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დაცვის სახელით უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი. ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრივია კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია, ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს. როგორც ყოველთვის აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან არ გეწყინოთ, რომლების აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნობის, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ, ჩვეულებრივ ამბად იქცა საჯაროდ ცნობილი გარყვნილი არაადამიანების მხრიდან ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა. როგორც ყველა უკანონო ნაშიერს შეეფერება, ჩვენმა ლიბერალებმა არც კი იციან საკუთარი წარმომავლობა. მათ არც განათლება და არც ინტელექტი არ ყოფნით იმისთვის, რომ ესმოდეთ, რომ იმავე უწმინდური საწყისის ნაქნავნი არიან, რომელმაც შექმნა კომუნიზმი, ფაშიზმი და საერთოდ ყველა სხვა ანტიჰუმანური იდეოლოგიური იზმი. ისინი არა მხოლოდ წარმომავლობით, არამედ გეოგრაფიული წარმოშობითაც ერთი წყაროდან მომდინარეობენ და სიცოცხლეს უმწარებენ ერებს, აი უკვე მეოთხე საუკუნეა. ისევე როგორც ბოლშევიკები საუკუნის დასაწყისში, ასევე ჩვენი თანამედროვე ლიბერალებიც თავიანთ მთავარ მტრად მიიჩნევენ ჩვენს ეკლესიას და ტრადიციულ ღირებულებებს. ბოლშევიკების ტყუპისცალი რეტორიკით სარგებლობენ და ყველა ხერხით ებრძვიან მათ პროგრესისა და ჰუმანურობის დროშას ყალბად ამოფარებულები. ხოლო ლიბერალების მიერ მათივე მოძმე ბოლშევიკების გინება კიდევ ერთხელ ახასიათებს მათ, როგორც ეშმაკის ურთიერთმოძულე შვილებს და მათ დემონიურ წარმომავლობას კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს. ამ ვითარებაში მინდა მივმართო ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ და არაფორმალურ საჭედპყრობელებს. ხალხში ამათი შემხედვარე იზრდება და ნაპირებში აღარ ეტევა სამართლიანი აგრესია. თქვენმა უმოქმედობამ სტრაუსივით თავის ქვიშაში მალვამ, ჭინკების უცხოელი სპონსორების წინაშე კანკალმა, რომელიც დიდი ხანია გასცდა სიფრთხილეს და გადაიზარდა სიმხდალეში, უკვე მიგიყვანათ ხალხისათვის მიუღებელი 0%-იანი რესპუბლიკური პარტიის თქვენს კოალიციაში ჩართვამდე, ანტიდემოკრატიულად მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონამდე, არც დაგაზავათ ჭინკებთან და თქვენ მოსახლეობასთანაც შეგარცხვინათ. თქვენმა უუნარობამ გემოქმედათ სამართლიანობის აღსადგენად, თქვენმა რიხით დაწყებულმა და ფახით ჩაფარცხულმა საქმეებმა გამოიწვია თქვენი საწყენი დისკრედიტაცია. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს ჩვენ სახელმწიფოში, შედეგი, რომელიც ასე სურთ ჭინკებს და ასე არ სურს ნორმალურ ადამიანს. უკვე დაიწყო ჭინკების ცემა ტყეპა ხალხის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მის ღირსებას არ იცავს მისი არჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს. ამიტომ ისმინეთ თქვენი არა მოწინააღმდეგის, არამედ ყველაფრის მიუხედავად თქვენი გულშემატკივრის შეგონება.
პირველი, სასწრაფოდ მიიღეთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები და შექმნით საზოგადოებრივი კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მასმედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას საქართველოში, რომელიც მკაცრად დასჯის და მოღვაწეობას აუგრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფის შემთხვევაში. მეორე, წარმოადგინეთ წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა. მესამე, მიეცით კანონიერ პასუხისგებაში კანონის დამრღვევი წინა რეჟიმის მტარვალი იდეოლოგები, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლად ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და საჯაროდ დასცინიან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკური ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში თავისუფლების რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვშიშობ, რომ ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც გეჩვენებათ, რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით. ეხლა ჩვენ აი ამ ტექსტს განცხადებისა, როგორც დაგვირდით პრესკონფერენციის ბოლოში დაგირიგებთ, რო არ იწვალოთ. ეხლა მოდით დავანებოთ თავი ამის განხილვას და გადავიდეთ პირდაპირ ჩვენს პრესკონფერენციაზე. მადლობთ. ყველა მიცით ხო, რომ ზვიად ტომარაძემ, როგორც დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის წინა პრესკონფერენციაზე მოგახსენათ, რომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ორგანიზაციის სახელი. გვერქვა ფონდი, დავერქვით საზოგადოება. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ერთი ფონდი უკვე არის და ერეოდათ ერთმანეთში, არის დემოგრაფიული ფონდი, რომელიც დააფუძნეს ჩვენამდე ჩვენმა მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი და ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს არეულობა და მეორე ფონდი მაინც არასწორი თარგმანია იმისა, რასაც ჩვენ გულისხმობდით. ეს არის ინგლისური სიტყვა foundation, ქართულში მისი შესატყვისი არ აქვს. ფონდი არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ foundations ვერ დავარქმევდით. ფონდი ქართულ ტრანსკრიფციაში ასოცირდება ფულის წყაროსთან და ფულის დარიგებასთან და ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობასთან. ამიტომ ჩვენ 1-2 წლის მუშაობის შემდეგ მივიჩნიათ, რომ ეს არასწორი სახელი იყო. ეს ერთი. მეორე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა არის მთავრობასთან და საზოგადოებასთან დიალოგი და ინიციატივების გამომუშავება დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ნაწილი ამ ინიციატივებისა არის საკანონმდებლო, ხოლო ნაწილი პირდაპირ ეხება მთავრობის ქმედებებს, ხოლო ნაწილი არის პროექტები, რომელშიც ჩვენ გვინდა რომ ჩავართოთ და ჩართული არის კიდეც ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება. თავის დროზე ჩვენ არაერთხელ წარმოვადგინეთ სრული სია იმ პროექტებისა, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ. ზოგი გამოგდის, ზოგი არ გამოგდის, ზოგს ისმენს ჩვენი მთავრობა, ზოგს არ ისმენს. დღეს მე მინდა მოგახსენოთ შედეგები ჩვენი წლევანდელი მუშაობისა. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაუხადო პირადად პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გარკვეული დრო დაგვითმო და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ ეკიდება ჩვენს საქმიანობას. იგი ყოველთვის ინტერესით ისმენს ჩვენი ინიციატივების შესახებ, ასევე ჩვენი მთავრობის მინისტრები და რიგი საპარლამენტო დეპუტატებისა. ეხლა შედეგები. მთავარი ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარუდგინებთ ჩვენს მთავრობას, ჯერ კიდევ 2014 წელს იყო პენსიების დიფერენციაცია. ეს არის საკმაოდ ნოვატორული, მე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბითაც საპენსიო ინიციატივა,
რომელიც გულისხმობს იმას, რომ არავის დაჩაგვრა არ შეიძლება, მაგრამ თვითონ ის იდეა, რომ ყველა ერთნაირ პენსიას უნდა ღებულობდეს, ჩვენ მიგვაჩნია არასწორად. კერძოდ, რა შევთავაზეთ ჩვენ მთავრობას? პირველი, ჩვენ შევთავაზეთ, რომ იმ რეგიონებში, სადაც გვაქვს დემოგრაფიული დაცლა და უკვე დაცლასაც ვეღარ დავარქვევთ, გაპარტახება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ცოტა უფრო მაღალი პენსიები დანიშნული იყო ამ რეგიონებში. რატომ? იმიტომ რომ თბილისიდან ამ რეგიონების მკვიდრებს გაჩენოდათ мотивация იქ გადასვლის. თბილისი არის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბებერი ქალაქი დემოგრაფიულად, 1,5 მილიონიან მოსახლეობაში დაახლოებით 400,000 ცოტა ნაკლები ბატონ მანზურმა უკეთიცის არის პენსიონერი და ეს არის პირდაპირ შედეგი არასწორი საბჭოთა პერიოდის ურბანიზაციისა, რომელიც მე გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც ვიცით ხომ მთელი საქართველო დაიცალა და ხალხი ჩამოვიდა თბილისში. და თბილისში არის გადაძეძგილი ხალხით, რომელშიც აი ბინებში ვეღარ ეტევა უკვე და ეს ხალხი ცხოვრობს არა ჯანსაღ ეკოლოგიურად, არა ჯანმრთელ გარემოში, პატარ-პატარა ბინებში და მიტოვებული აქვს ის კარმიდამო და ის მამულები, საიდანაც ისინი არიან წარმოშობით. ჩვენ მივიცნიეთ, რომ ამ ხალხის ნაწილის, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით ხელშეწყობა, რათა ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ კერებს, თავიანთ რეგიონებს, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ, გამოიწვევდა მთელ რიგ დადებით ეფექტებს ქართულ ეკონომიკაზე და სოციუმზე. ჩამოგითვლით ამ ეფექტებს. პირველ რიგში ის მისცემდა ჩვენი პენსიონერების იმ ნაწილს, რომლებსაც ეს მოუნდებოდათ, საშუალებას იცხოვრონ უფრო აქტიური ჯანმრთელი ცხოვრების წესით. დრო გასაგებია ხო, როდესაც ადამიანი სოფელში ბრუნდება და იწყებს თავისი კარმიდამოს მოვლას, თუ მას ამის ჯანმრთელობა და საშუალება აქვს, ის ბევრად მისი დღის წესრიგი, დღის განრიგი ბოდიში, ბევრად უფრო ჯანსაღი ხდება, ვიდრე როდესაც ის, თქვათ, ოროთახიან ხრუშჩოვკაში ცხოვრობს და მთელი დღე ტელევიზორს უყურებს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ანალიტიკური დაშვებები, ან დასკვნები, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ხარჯები ამ ადამიანების ჯანდაცვაზე ნაწილობრივ შემცირდება. და აქედანაც გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ მათ შორის ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროსაც და ფინანსთა სამინისტროსაც და ეკონომიკის სამინისტროსაც, რომ თუ კი ადამიანი თავისი ფეხებით, ბოდიში ამ გამოთქმისთვის ხმას აძლევს ამ პროგრამას, ანუ ის გადადის ქალაქიდან და იუმჯობესებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატომ არ მივცეთ მას საშუალება, რომ თუნდაც იმ ეკონომიის ხარჯზე, რომელსაც ჩვენ მასზევე ზრუნვისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოვიპოვებთ, აი ეს ეკონომიის ნაწილი მაინც გავუნაწილოთ, ხო? ეს არის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ პროგრამას ექნება. მეორე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი მოდით დავარქვათ ესე ამ ხალხს ბებია ბაბუები, ხო? აი პენსიონერებს ტერმინს არ ვიხმარ და დავარქვათ ამ ხალხს ბებია ბაბუები. თუკი ბებია ბაბუები აი ამ სასოფლო მიტოვებულ სახლებს და კარმიდამოებს უფრო გააცოცხლებენ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როცა ბებია შვილი და შვილიშვილი, ან ბაბუა შვილი და შვილიშვილი ზაფხულში ერთხელ ჩადიან ამ მიტოვებულ სოფლის სახლში, ხო? და ეს არის საკმაოდ ხშირი პრაქტიკა ბევრი თბილისური ოჯახისთვის. და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ თუკი ბებია ბაბუები რაჭა იქნება, სამეგრელო თუ გურია თუ იმერეთი, იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ გვაქვს დემოგრაფიული ძალიან მკვეთრი დაცლა და ვარდნა. გააცოცხლებენ ამ კერას და შიგნით თვითონ იცხოვრებენ. ამის შედეგად ბუნებრივია დავუშვათ, რომ ოჯახი შვილების და შვილიშვილების არაწელიწადში ერთხელ ამით უფრო ხშირად ესტუმრება მათ ამ სახლში. ეს კი გამოიწვევს ამ თბილისური ოჯახების ტურისტული ბიუჯეტების ნაწილის საქართველოშივე ჩატოვებას. ანუ გაიზრდება ეგრეთ წოდებული შიდა ტურიზმის ბიუჯეტი საქართველოში. ეს აისახება სამშენებლო მასალების მოხმარებაზე, საკვებ-პროდუქტების მოხმარებაზე და გამოიწვევს ცირკულარულ ეფექტს ფულის ბრუნვაში სწორედ იმ რეგიონებში, სადაც უფრო გვიჭირს ინვესტიციები და ფულის ბრუნვა, ხო? მესამე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ
გაცოცხლებულ კარ-მიდამოებში პენსიონერების მხრიდან მინიმალური საქონლის ყოლა ქათამი იქნება ეს თუ ღორი თუ ძროხა და ასე შემდეგ თუნდაც უნიშნელო თითქოს ქვეყნის მასშტაბით აი ამ ერთი ოჯახის კვალობაზე უკაცრავად ცოტა გაციებული ვარ და ხვირსახოცი უნდა ვიხმარო. გამოიწვევს დამატებითი სასოფლო-სამეურნეო დოვლათის შექმნას, რომელიც გადამრავლებული ასობით ათას ადამიანზე ეკონომიკისთვის არის პლუსი. ანუ ეს მიწები ახლა ცარიელია, ეს სახლები დგას, მათ არავინ არ უვლის, თუ იქ პენსიონერების კომლი ცხოვრობს და 10 ფრთა ქათამი ყავს და ერთი ძროხა, ეს უკვე ქვეყნის ეკონომიკისთვის არის დამატებითი პლუსი. და მეოთხე, რა თქმა უნდა, მომავალი თაობის აღზრდელობითი თვალსაზრისითაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო ხშირი კავშირი თავის ისტორიულ ფუძესთან, თავის კუთხეებთან, მათთვის უკეთესი აღზრდის საწინდარი იქნება. აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, რომ სადაც არის ეს დემოგრაფიული კლება, სანამ ვიცით ხო, რომ მთაში ნაწილობრივ ახლა გაზარდეს პენსიები, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ. სანამ ეს მოხდებოდა 45 ლარიანი ნამატი შევთავაზეთ ჩვენ მთავრობას ასეთ რეგიონებში იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს პენსიონერებისთვის და ანუ პენსია უნდა გამხდარიყო შესაბამისად 310 ლარი. და კიდევ ერთი თლათ რომ დაგაბნიოთ, კიდევ ერთი იდეა, რომელიც დავამატეთ აქ, იყო ასეთი, რომ ჩვენ გვინდა არა მხოლოდ პენსიონერების სოფელში გადანაწილება და ჩვენი სოფლის ამის ხარჯზე ნაწილობრივ გამოცოცხლება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. არამედ იმ ხალხისაც, ვინც წინა საპენსიო ასაკში არის. და ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას პლუს კიდევ ერთი ინიციატივა, რომ ის ხალხი, ვინც პენსიამდე 5 წლით ადრე გადავა, ანუ ცოტა უფრო მხნე და ახალგაზრდა ასაკში გადავა და ჩაეწერება ამ პროგრამაში, როდესაც 5 წლის მერე ის გავა პენსიაში, მას დაენიშნოს არა, უკვე გასამაგებული პენსია, ანუ 465 ლარი იმ დღის მონაცემებით. გასაგებია ხო იდეა, მე იმიტომ გიხსნით ესე დეტალურად, რომ მე არ იყოს გაუგებრობა. ეს იყო ერთი იდეა პენსიების დიფერენციაციისა და დავარქვათ მას რეგიონების მიხედვით, ხო? ბუნებრივია აქ არ შეიძლება გქონდეს და არც გვაქვს რაიმე ეროვნული ან რელიგიური ნიშნით დიფერენციაცია და დისკრიმინაცია. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ დამოუკიდებლად ეროვნებისა და რელიგიისა იმ რეგიონებში, სადაც გვაქვს დემოგრაფიული კლება და დაცვა. ეხლა მეორე ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, ეს დიალოგი დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წელს, როგორც მოგახსენეთ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ასევე შემოვიღოთ ისეთი მცნება, როგორც არის საპენსიო ნამატი შვილზე. რომ ადამიანმა რაც მეტ შვილს გაზრდის, ვიცით ხო, ყველა მე ხა აღარ დავიწყებ თავიდან მოყოლას, რომ გაერომ რა გვითხრა, როგორი დემოგრაფიული ვარდნის ეპოქაში ვართ, როგორ მცირდება საქართველოს მოსახლეობა, რომ ქართული ეთნოსი 2050 წლისთვის რამეს თუ არ ვიზამთო 50%-ით უნდა შემცირდეს გაეროს მონაცემებით და ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ყველა ბერკეტს ვეძებთ, რომ მოხდეს мотиваცია ხალხისა, რომ აი ეს კატასტროფა დემოგრაფიული არ დაგვემართოს. და აი ეს იდეა, რომ მოდით ესე ვქნათ, რომ შემოვიღოთ საპენსიო ნამატი შვილზე, აი რამ ბიოლოგიურად აი რამდენი შვილიც გააჩინე. დამოუკიდებლად ბუნებრივია შენი ეროვნებისა და სარწმუნო თუ ჩვენ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენ გეკნება ყოველთვიური პენსიაში რო გახვალ ნამატი შვილზე. ოღონდ ახლა გასაგებია რომ ძალიან დიდი ციფრებია და ჩვენს ბიუჯეტს ამის ფული ახლა არ აქვს რაღაც საგრძნობი ადამიანმა რაღაც საგრძნობი პლუსი იგრძნოს. ეს ერთი. მეორე, ჩვენი პენსიონერები გასაგებია სამწუხაროდ არ არიან რეპროდუქტიულ ასაკში და ცოტა ცინიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი აუდიტორია არ არიან. ამიტომ ჩვენ ამას რისთვის ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ მაგალითი, რომ რაც მეტ შვილს გაზრდი, მით უფრო კარგი პენსია გექნება, ხო? ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ ფაზირებული ან გრადაციული მიდგომა ჩვენს მთავრობას, რომ მოდი ეს პრაქტიკა შემოვიღოთ ეხლავე არსებულ პენსიონერებზე და დავანახოთ ახალგაზრდობას, რომ წლიდან წლამდე ის იზრდება. აი ხა ვთქვათ 5 ლარი დავნიშნოთ, რომელიც საშაყიროა და არაფერი არ არის, ხო? და მოდი ყოველ წელს 5 ლარით ვზარდოთ,
ისე რომ 2030 წლისთვის ჩვენ ინდექსირება დავთვალეთ და მოდი ესე გავაკეთოთ რომ 2030 წლისთვის აი დღეს 100 ლარს რა შემსყიდველ უნარიანობაც გააჩნია, ხო? თითო ნამატი, თითო ორივე მშობელს ჰქონდეთ თითო შვილზე 100 ლარი. და ამრიგად მე თუ გავსდი სიტყვაზე ვიძახი 5 შვილს, მე და ჩემი მეუღლე, ხო? მე ვიცი რომ პენსიაში რომ გავალ ჩემს მეუღლესთან ერთად რა პენსიაც მექნება, პლუს კიდე მექნება 500 ლარიანი ნამატი. ანუ არა მარტო ჩემი შვილების ზრუნვის ხარჯზე ვიცხოვრებ უკეთესად, არამედ იმის ხარჯზეც რომ სახელმწიფო მიფასებს იმ ფაქტს რომ მე მეტი შვილები გავუზარდე. აი ეს იყო თუ პრინციპში თუ კონცეფცია გასაგებია, ხა აქ ბევრი შეკითხვებია და ბევრი რაღაც დეტალები არის. თუ კონცეფცია გასაგებია, მე გადავალ და მოყვები რა მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ გქონდა რიგი შეხვედრებისა პროფილური სამინისტროების ანალიტიკურ დეპარტამენტებთან და თავად მინისტრებთანაც შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდნენ მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მათი პროფილური დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ თითოეული ამ ინიციატივის რამდენ ხარჯს გასაგებია რომ ეს არ არის დღევანდელი ხარჯები, ხო? შენ თუ ამ პროგრამაში შედიხარ, შენ რაღაცა ხარჯებს ახლა გაიღებ, რაღაცა ხარჯებს 5 წლის მერე, რაღაცა ხარჯებს 20 წლის მერე და ჩვენ თავიდანვე ვუთხარით ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს რომ ეს არის ფუნდამენტალურად სტრატეგიული ხედვა, ანუ ამ ასეთ პროგრამებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ერთი წლის ბიუჯეტის ფარგლებში რა. მოკლედ მთავრობამ ჩვენ გთხოვა და დაგვიკვეთა რომ იმისათვის რომ ამებზე ვიფიქროთო და ავსახოთ ჩვენს პოლიტიკაში თქვენი აზრი და თქვენი დემოგრაფების და თქვენი ანალიტიკოსების აზრი ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ მოდი კვლევა ჩაატარეთ. რომ რაღაცას დავეყრდნოთ და ამის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ მოწვევა, რომ ჩაგვეტარებია კვლევა მთავრობის მხრიდან და წარგვედგინა ამ კვლევის შედეგები. ეხლა მე თქვენ წარმოგიდგენთ ამ კვლევის შედეგებს. კვლევა ჩატარდა ეგ არის სექტემბერში თუ არ მეშლება ამ წლის, ხო? სულ მას ხელმძღვანელობდა პროფესორი ანზორ თოთაძე. სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი, რაც სავსებით საკმარისი არის სტატისტიკური ეგზემპლარის აღებისთვის, სინჯის აღებისთვის. აქედან 58% იყო მამაკაცი და 52% იყო ქალი. და ნუ ძირითადად გამოვკითხეთ 60 წლისა და უფროსი ასაკლის მოსახლეობა. აი გამოკითხულებიდან 61% ასეთი იყო. 60 წლისა ან უფროსი ასაკის. ეხლა მოდით შედეგებს გაგაცნობთ. რესპონდენტთა 26%-ს მიაჩნია, რომ ერთნაირი საპენსიო განაკვეთი გამართლებული არ არის. და დიდი უმრავლესობის აზრით 79%-ის აზრით. პენსია უნდა ეძლეოდეს მუშაობის სტაჟის, ხელფასის რაოდენობისა და დამსახურების მიხედვით. ანუ მოსახლეობაში ეს იდეა, რომ მოდით მოვახდინოთ რაღაცა სახით პენსიების დიფერენციაცია აშკარად არსებობს. არსებული საპენსიო სისტემის პირობებში და ჩვენ ამ მონაცემებსაც გადმოგცემთ და გაგაცნობთ. არსებული საპენსიო სისტემის პირობებში ადამიანებს უჭირთ, ვიცით ყველამ, ხო, თავის რჩენა დაუხმარებლად. რესპონდენტთა 14% მხოლოდ პენსიით ცხოვრობს და თავის ძლივს გააქვს. პენსიონერებს ძირითადად ეხმარებიან შვილები, 36% გვეუბნება და ნათესავები 4% გვეუბნება. თითქმის ნახევარი 47% პენსიონერებისა მუშაობს კერძო სექტორში და აქვს დამატებითი შემოსავალი, ესეც საინტერესო. ანუ აი ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მოდი იქნება ამ ხალხს შეუქმნათ პირობები, რომ ისინი გამყიდველად კი არ მუშაობდნენ მაღაზიაში, არამედ თავის კარმიდამოს დაუბრუნდნენ, იმიტომ რომ მათ აქვთ აი მისი საშუალება და ფიზიკური სურვილი რა. მესამე, რესპონდენტთა 65%-ის აზრით, საპენსიო სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მცირე რიცხოვან რაიონებში და სოფლებში მონაწილეობის გადანაწილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ამბავი ჩვენი კვლევისა. დადასტურდა ძირითადი თეზისი, რომელსაც ჩვენ მთავრობას თავაზობთ. თუ 75% ამბობს, რომ კი, თუ უკეთესი საპენსიო პირობები მექნება, ისედაც მინდა სიტყვაზე ვიძახი, იმ ჩემს სოფელში რაჭაში დაბრუნება და ცოტა ხელი შემიწყოთ და წავალ და
სახლს გავათბობ და ჩემ შვილებს და შვილიშვილებს უფრო ხშირად მივიღებ იქ. რესპონდენტთა მეოთხე 42%-ს მიაჩნია, რომ საპენსიო სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მომავალში მეტი შვილის გაჩენას. აქ დამოვიწყდა მე თქვა, როდესაც აი ჩვენი იდეის პლუსებზე ვლაპარაკობდი, დამოვიწყდა მე თქვა კიდევ ერთი პლუსი, რომელიც ჩვენი აზრით პენსიონერების ნაწილობრივ გადანაწილებას რეგიონებში შეიძლება კონდეს თბილისში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინაში სამი თაობა ცხოვრობს და საცხოვრებელი ფართი არ არის საკმარისი. ცხოვრობს ბებია ბაბუა, შვილები და შვილიშვილები, ხო? თუ კი ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს პროგრამა წარმატებული იქნება და ვთქვათ, აი 400,000-ოდე პენსიონერიდან, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მოდით ვიყოთ, ნუ ვიქნებით რაღაც მაგარი ოპტიმისტები, მაგრამ ნურს პესიმისტები ნუ ვიქნებით და თქვათ, თუ პროგრამა სწორად ამუშავდა 5-6 წლის განმავლობაში დაახლოებით 100,000 კაცი წავა თავის რეგიონებში, ხო? ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მასიურად ხდება საცხოვრებელი ფართების გამონთავისუფლება ამ ოჯახებში. თბილისში, რაც ჩვენი აზრით შეიძლება იყოს ირიბის საწინდარი იმისა, რომ ამ ოჯახებს მეტი შვილები ყავდეთ თბილისში. გასაგებია ხო ეს ლოგიკური დაშლაც. ვაგრძელებთ. რესპონდენტთა 37%-ის აზრით პენსიონერთა ნაწილისათვის სოფლის პენსია, ანუ ეს 45 ლარით მომატება, გახდება ქალაქიდან სოფელში გადასახლების მოტივი. ანუ აი გვითხრეს პრაქტიკულად 40%-მა თითქმის გითხრა, რომ 45 ლარს თუ მომიმატებთ, ჩემთვის ეს მოტივი იქნება, რომ იმიტომ რომ ცოლ-ქმარზე უკვე 400 ლარი გამოდის, ხო დაახლოებით ცოტა მეტი პენსია და უკვე მოტივია რომ წავიდე. ახლო ვართ ამ ზღვართან. ეხლა ყოველი შვილის გაჩენისას საპენსიო დანამატი, ეხლა ჩვენ აუხსენით, რომ ეხლა ამის ფული არ აქვს და თქვა 10 ლარი რო დავამატოთ ორ მშობელზე ყოველთვიურად, მაგრამ ზარდოთ, რომ როგორც მოგახსენეთ 2030 წლისთვის ეს 100 ლარი გახდეს, 23%-ს მაინც მიაჩნია, რომ ესეც შობადობის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. სოფლის პენსია რესპონდენტებს სოფლის აღორძინების მნიშვნელოვან პირობად მიაჩნია და ამავდროულად დემოგრაფიული მაჩვენებლების უპირველეს ყოვლისა შობადობის ამაღლების ფაქტორად. კერძოდ, მათი აზრით, სოფლის პენსია ხელს შეუწყობს სოფლად ცხოვრების გამოცოცხლებას 62% მიიჩნევს ასე, მოსახლეობისაგან დაცლილი რაოდენობის შევსებას 44% მიიჩნევს ასე, სოფლის დოვლათის შექმნას 36%, თბილისის განტვირთვას 30%, სოფლად საცხოვრებლად გადასახლებული პირების პროფესიის მიხედვით დასაქმებას 21%, ეკონომიკის ზრდას 20%, ახალგაზრდა ოჯახებისთვის ქალაქის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას 11%, სოფლად შიდა ტურიზმის მშენებლობისა და ვაჭრობის გაცხოვლებას 9%. ანკეტაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვას წარმოადგენდა იმის გაგება, გადავიდოდნენ თუ არა რესპონდენტები საცხოვრებლად სოფლად საპენსიო ასაკის დადგომამდე 5 წლით ადრე, თუ კი პენსია გაორმაგდებოდა. თუ გასამაგდებოდა, გაორმაგდებოდა? ასეთ შემთხვევაში რესპონდენტთა 46% გადავა საცხოვრებლად სოფლად, 24% არ გადავა, ხოლო 30%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. კვლევაში დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ანალიზი სრულ უფლებას გვაძლევს დავასწროთ, რომ საპენსიო სისტემის მოწესრიგება ხელს შეუწყობს მიტოვებული მცირერიცხოვანი და საზღვრისპირა სოფლების და რაიონების აღორძინებას. ეხლა რა მოხდა? ბატონო რაღაც და თვითონ მომეჩვენე ბოდიში. ეხლა რა მოხდა? ნუ ეს ძალიან ძნელია ესე მოკლედ შევაჯამოთ და წარმოვადგინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ირიბათ აი ამ ჩვენმა ინიციატივამ პენსიების დიფერენციაციისა, ეხლა ჩვენ ძალიან გვიჭირს რაღაცები დავიბრალოთ და დავიჩემოთ და ვიძახოთ, რომ აი მე და რაღაც ჩვენ ვუთხარით. გასაგებია სხვა ფორმით, მაგრამ მთავრობა გვისმენს, ხო, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ფაქტია, რომ მოხდა ასახვა ჩვენი ინიციატივისა სამთავრობო პოლიტიკაში, კერძოდ მოგეხსენებათ, რომ გადაწყდა, რომ მაღალმთიან რაიონებში მოხდა პენსიების დიფერენციაცია. ეხლა ჩვენთვის ეს არის ძალიან გასახარი, მაგრამ არასაკმარისი კარგი ამბავი, იმიტომ რომ იდეალში ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში იყოს პენსიების დიფერენციაცია, არამედ როგორც მოგახსენეთ, იმ რეგიონებში, სადაც თუნდაც ბარის, ხო, სადაც
დემოგრაფიული დაცლა გვემუქრება. ეხლა მეორე კვლევა, რომელიც ჩაატარა ჩვენმა საზოგადოებამ ოქტომბერ-ნოემბერში ამა წლის. ამ კვლევის ფარგლებში მონაწილეობდა თითქმის 1300 კაცი, 1272 პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვა ჩავატარეთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. იმიტომ რომ ამჯერად გვინდოდა რომ გავცდენილიყო. თუ პირველი კვლევა ძირითადად ეძღვნებოდა თბილისს და პენსიონერების განწყობას და აი ამ საკითხის გამოკვლევა გვინდოდა. ეს კვლევა ჩვენ გვინდოდა ჩაგვეტარებინა მთელი საქართველოს მასშტაბით და რამდენადაც გავწვდით გავაკეთეთ. გამოიკითხა 525 მამაკაცი და 757 ქალი. პირველი კითხვა თუ რა არის გაეროს მიერ ქართველი ერის დემოგრაფიულად მომაკვდავი ერების სიაში შეტანის გამომწვევი მთავარი მიზეზი საქართველოში. 65.7% გვეუბნება რომ ეკონომიკური სიდუხჭირე. მეორე ვკითხეთ ეთანხმებით თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ამოღებას. 79 და 5%, ანუ თითქმის 80% ეთანხმება. მესამე ძალიან საინტერესოა. მიგაჩნიათ თუ არა რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან. გამოხატავენ მათ დამფინანსებელთა ინტერესებს და ხშირად მიდიან საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და მისი ტრადიციების წინააღმდეგ. 76% მიაჩნია რომ ეს ასეა. მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართულ ტელესივრცეში, აი თქვენ და გაინტერესებთ ეს კვლევის შედეგი, რომ ქართულ ტელესივრცეში მოქმედი თოქ-შოუები ძირითადად ამორალური ხასიათისა და უზნეო ცხოვრების წესის რეკლამირებას ახდენს. 79.6% მიაჩნია რომ ეს ასეა. აიგრძალოს თუ არა აზარტული თამაშები საქართველოში. 90% მომხრეა რომ აიგრძალოს აზარტული თამაშები საქართველოში. ამ კვლევის მეექვსე ესეც გვაინტერესებდა უცხო ენა რაჯობია უცხო ენების სწავლას, მაგრამ იცით რომ არის ლინგვისტების საკმაოდ საინტერესო დასაბუთებული თეორიები, რომ თუ ძალიან ადრე უწყებ ბავშვს სწავლებას, მის გაფანტულობის სინდრომს იწვევ, თავის ენასაც წესიერად ვერ სწავლობს და მერე წვალობს, ხო, ამის გამო. და ამიტომ გამოვკითხეთ ახლა მოსახლეობა და ვეკითხებით. უნდა ისწავლებოდეს თუ არა უცხო ენა პირველივე კლასიდანვე სკოლებში. 57.6% გვეუბნება რომ არ უნდა ისწავლოს. სახელმწიფო თქვენი აზრით სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიან ოჯახებზე სხვადასხვა სოციალური შეღავათების დენზე, ბუნებრივ აირზე დაწესებით დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდება? 62% გვეუბნება რომ კი გამოსწორდება. 70.8% მიაჩნია რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი საგანი მე და საზოგადოება, რომელშიც საუბარია კონფლიქტებზე ოჯახში, გენდერულ სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ყველა სახის უმცირესობის მიმართ არ უნდა ისწავლებოდეს მესამე-მეოთხე კლასებში. და მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზეც ჩავატარეთ, ეთანხმებით თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. არა 48%, დიახ 36.9%, არ ვიცით 15%. ამ მონაცემებსაც მოგართმევთ. ახლა გავაგრძელებთ. ამრიგად, ჩვენი აი ძირითადი ინიციატივა, რომელზეც უკვე ამდენი ვილაპარაკე, ჩემი აზრით, აი წლის ბოლოს შემიძლია რაღაც გარკვეული ფრთხილი კმაყოფილებით თქვა, რომ ირიბად სახეცვლილად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში აისახა მაღალმთიან რეგიონებში პენსიების დიფერენციაციის სახით და მე ამისთვის პირადად ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი მთავრობისა, თუმცა ვამბობ, რომ კარგი დასაწყისია არ არის საკმარისი.
კარგი იქნება თუ შევძლებთ დიფერენციაციას ყველა რეგიონში სადაც დემოგრაფიული დაცლა გვაქვს და კარგი იქნება თუ ბავშვების რაოდენობის მიხედვით დავაჯილდოვებთ ჩვენს პენსიონერებს. ეხლა ჩავატარეთ საოჯახო კონგრესის რეგიონალ იცით რომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია შტაბ-ბინით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვია World Congress of Families ანუ მსოფლიოს საოჯახო კონგრესი და 2015 წლის მაისში ჩვენ ჩავატარეთ მისი რეგიონალური კონფერენცია, რომლის სათაურიც იყო დასავლეთური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები, ყავდა მოწვეული რამოდენიმე მეცნიერი და მომხსენებელი შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სერბეთიდან და რუსეთიდან და კონფერენცია მიიღო დეკლარაცია საქართველოს პარლამენტის მთავრობის და უზენაესი სასამართლოს მისამართით სადაც გამოხატა მხარდაჭერა ტრადიციული ოჯახის ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ, ხელისუფლების მიმართ კი ადამიანის უფლებათა ყალბით დროში შენიღბული ძირგამომთხრელი დოქტრინებისაგან დაცვა მოუწოდა, ხელისუფლებას კი მათი დაცვა მოუწოდა. ეხლა ყველაზე დიდი ამბავი ამ ფრონტზე, რაც შეეხება მსოფლიოს საოჯახო კონგრესს, იმიტომ ჩვენ გვინდა დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ მარტონი არა ვართ ამ ბრძოლაში. არის რომ არ ვიცი იცით თუ არა საქართველოს მოიგო მთავარი კონგრესის მასპინძლობის უფლება გაისად მაისში. კონგრესები რეგიონალური აი ესეთი როგორც თბილისში ჩავატარეთ ტარდება ბევრგან, მაგრამ მთავარი კონგრესი ტარდება ერთი ცალი. წინა იყო სიდნეიში, ავსტრალიაში, ეხლა იყო Salt Lake City-ში, იუტაში და იქ იყო ტენდერი, მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პორტუგალია, მექსიკა და საქართველო და ძალიან გაგვეხარდა რომ საქართველოს მოიგო ეს ბიდი თუ ეს ტენდერი და მაისში ჩატარდება დიდი კონფერენცია. უცხოელები გვეუბნებიან რომ 3000 კაცი ჩამოყვანა უნდათ, ჩვენ ვეხვეწებით რომ ჩამოიყვანონ 300, იმიტომ რომ არა გვაქვს ამხელა დარბაზები. ყველაზე დიდი დარბაზი არის ფილარმონიის დარბაზი და იქეთება 2200 კაცი სულ და ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ქართველის ადგილი იყოს მეცნიერების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, განმანათლებლების, სასულიერო პირების ასე შემდეგ და ვერ დავატებთ. ახლა სტადიონზე ხوار წავიყვანთ ამდენ ხალხს, მას სტადიონს ვერ გავასწრებთ, ცარიელი იქნება. ამიტომ ვეუბნებით რომ ნუ ჩამოიყვანთ ამდენ ხალხს, ჩამოგიყვანეთ, თქვათ VIP, ასე ვთქვათ. ყველაზე აქტიური სპიკერები, დონორები, ასე შემდეგ 300 კაცი ვაჭრობთ, ისინი მათ 500 უნდათ და ვეუბნებით რომ დანარჩენი იქნებიან ჩვენები. კონფერენციის პროგრამას რა იქნება იმ კონფერენციაზე ცალკე მოგახსენებთ, როცა თარიღი მოახლოვდება, მაგრამ ეს იქნება ძირითადად ოჯახურ და დემოგრაფიულ თემებზე ფოკუსირებული, ძალიან აკადემიური და მეცნიერული კონფერენცია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ კერძო და სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის მოღვაწეები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩვენი ეკლესიაც და ჩვენი მთავრობაც. რა დაგვრჩა. ბატონმა ზვიადმა დიდი საქმე გააკეთა და ჩაიტანა ფერეიდანში ვთქვათ პარტიზანულად თუ არ ვთქვათ ეგ სიტყვა ზვიადმა. მოვერიდოთ. ჩაიტანა დიდი ბიბლიოთეკა ქართული წიგნებისა, თავის აფრთხეში ჩაიგდო და ძალიან დიდი ვიცით რამხელა ემოციური მუხტი არის ფერეიდნელ ქართველებში და ჩვენ რაღაცნაირად რამდენადაც კერძო ორგანიზაციას ხელი და ძალა მიგვიწვდება, ვცდილობთ მათ რაღაცაში დავეხმაროთ და ეს მუშაობა ფერეიდნელ და არა მარტო ფერეიდნელ ქართველებთან თურქეთში მცხოვრებ, აზერბაიჯანში მცხოვრებ, ყველგან მცხოვრებ ქართველებთან იმედია ჩვენი მხრიდან გაგრძელდება. ეს თქვით ხო? საზოგადოების საგანზე. კი, აი თითქმის დავამთავრე, ვიცი რომ შეგაწყინეთ თავი და თითქმის დავამთავრე და ნუ მე და საზოგადოებაზე მე მგონი უკვე ყველაფერი ვთქვით, ჩვენი პოზიცია მასეც ცნობილი არის. ხო, მე მინდა თუ შეიძლება მე მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში კი არა, ჩვენ პარლამენტში აცი უკვე მიმდინარეობს და ეს არის 18 წლამდე ქორწინების აკრძალვის საკითხი. დაგიცადოთ ბიჭებო?
მე მინდა შევეხო 18 წლამდე ქორწინების კანონით დაკრძალვის საკითხს. მე როგორც 7 შვილის მამას ნამდვილად არ მინდა და მიმაჩნია რომ ნაადრევი არის 18 მხრივ, ხო? 18 წლამდე ოჯახის შექმნა და მე ამ პოზიციაზე ვდგევარ. ამიტომ თქვათ თანხმობა მშობლების ასეთ შემთხვევაში სრულად მართებულ რამედ მიმაჩნია. თუმცა მეორეს მხრივ, აი ძალიან რთული არის ესეთ რთულ საკითხებზე ესე ხელაკვრით ცდელობა. მეორეს მხრივ მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილებისთვის და ყველა შვილებისთვის 18 წლამდე ოჯახის შექმნა ნაადრევი არის, ხო? კანონით ამისი აკრძალვა მიმაჩნია არასწორად. იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდებს ეს უნდათ, თუ მშობლების თანახმა არიან, კანონით ამის აკრძალვა მიმაჩნია არასწორად, იმიტომ რომ ეს არის მათი უფლებების შეზღუდვა ეს ერთი. თუ უყვართ ერთმანეთი და უნდათ ოჯახის შექმნა, რატო უგრძალავთ? წადე აბა ეს აუგრძალე სქესობრივი ურთიერთობები. ანუ ყველაფერს რაც ოჯახების გამრავლებას ეწინააღმდეგება გრძალავენ და ყველაფერს აპირისპიროს ახალისებენ და რაღა იმას ხო ლიბერალი ხარ, რატო გრძალავ ამას? ეს ერთი. მეორეს მხრივ მე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც ეს მიმაჩნია გაუაზრებელ ქმედებად და მოგახსენებთ რატო. კიდევ ერთხელ მესამედ გავასვავ ხაზს, რომ მეც როგორც მამას არ მინდა რომ ჩემმა შვილმა 18 წლამდე ოჯახის შექმნას. გეტყვით რატო? ვერც ერთ ტრადიციულ რელიგიურ დენომინაციას ჩვენი სახელმწიფო ვერ აუგზავნოს ქორწინებას, ხო? ვერც ქრისტიანებს ჯვრის დაწერას, ვერც მუსულმანურ ქორწინებას და ვერც იუდეველებს და ასე შემდეგ. და ამიტომ ამ კანონის მიღებით სახელმწიფო ნიადაგს ამზადებს, მე უბრალოდ ვიცი ძალიან კარგად დაინტერესებული ვარ ამ თემებით და ვიცი რა პროგრამის ნაწილია ესეთი საკანონმდებლო ინიციატივები და როდესაც მათ ეპიზოდურად ხედავ და ხშირად ჩვენმა პარლამენტარებმა არავის ყენინება არ ვიცი, ინჩი-ბინჩი არიციან, ჩააწოდებენ რომელიმე არასამთავრობო ან ევროპიდან ამ ინიციატივას და იღებენ და გონიათ რომ იზოლირებული ინიციატივის ავტორები არიან, ეს იმ პროგრამის ნაწილი არიან, რომ ხშირად არც იციან. როდესაც შენ ასეთ კანონს იღებ, შენ ამზადებ ნიადაგს სამომავლოდ იმისა, რომ თქვა, რომ ეს რელიგიები უკანონოდ მოქმედებენ. გასაგებია, ხო? და რაში უნდა წაადგეს ეს ჩვენს ქვეყანას, მე სრულად არ მესმის. ამიტომ როგორც მამა, როგორც ქართველი კაცი და როგორც საერთოდ ადამიანი მივიჩნევ, თანამედროვე ადამიანი, ჩემი მსოფლმხედვა ესეთია, რომ 18 წლამდე ნამდვილად ნაადრევია ბავშვებისთვის ოჯახის შექმნა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ბავშვებს ეს უნდათ და მშობლებს ეს უნდათ, მათთვის ამისი კანონით აკრძალვა არის ყველა მხრიდან არასწორი. ვიცით რომ მეორე წაკითხვით პარლამენტმა ეს კანონი მიიღო და არ შემილია არ გამოხატო ამის გამო ჩემი გულის ტკივილი. ეხლა გადავიდეთ შეკითხვაზე. ჩემი თხოვნა იქნება რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკა და რაც შეიძლება მეტი დემოგრაფიაზე საუბარი. პოლიტიკაში არ მივდივარ, როგორც ყოველთვის. არც ერთ პოლიტიკოს აბა მკითხეთ. ძალიან კარგია. საერთოდ ყველანაირი ლიბერალიზაცია არის ცუდი, მაგრამ ვიზების გამარტივება მე დავარკვევდი არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ მოსახლეობის მობილურობას იწვევს, კაპიტალის მობილურობას და ჩემი აზრით არაფერი ცუდი ამაში არ არის. ეხლა გაისმის რაღაც შიშები რომ გაიხიკება ქვეყანა და ყველა გაიქცევა და ჩვენ აქ ვეღარ დავრჩებით და ასე მე მესმისა ეს რაღაც გარკვეული შიშები ამის გამო და პატრიარქით დარდობს ვიცით ხო მილიონი ემიგრანტი ყავს უცხოეთში და ჩვენ ქვეყანა მეცნიერებს მიაჩნიათ რომ ჩვენი ეთნოსი აქ ცხოვრობს მინიმუმ 6000 წელი აი ქართველურ ენებზე ჩვენ ვსაუბრობ ესეთი რამე არ მომხდარა 6000 წლის მანძილზე რომ მილიონი კაცი 20 წლის მანძილზე ერთიანად წასულიყოს ხო ყოველი მეოთხე ქართველი და კიდე ეს გვინდა ხალხი ამოს მაგრამ მე პირადად მიმაჩნია რომ ქართველს რაც მედგან ექნება გასავალი და საქმის კეთების საშუალება ხო ეს რაღაც დამატებით გამოწვევებს იწვევს მაგალითად მე ძალიან მადარდებს როგორ შევინარჩუნებთ ჩვენ ქართველობას უცხოეთში აი როდესაც მივდივართ უცხოეთში ძალიან ხშირად ძალიან მალე ვკარგავთ ამას და ეს ტრაგედია არის ამას წინანდ ერთ-ერთ ტელეარხზე მივეცი ინტერვიუ და
წარმოვუდგინე მათ ჩემი საკუთარი რაღაც აღმოჩენა, რომ პირველი თაობის ემიგრაცია როცა მიდის უცხოეთში, როცა ის ასაფლავებს მე საკუთარ მშობლებს თავის ქვეყანაში, აი თქვა გერმანელები წავიდნენ თურქეთში, არაბები, ტუნისიდან, თურქები ხოთი გერმანიაში, თქვა არაბები ტუნისიდან პარიზში, ხო? როცა ეს თაობა, ეს ნაკადი ემიგრანტების ასაფლავებს თავიანთ მშობლებს სამშობლოში და დაძმებს, ხო, ყველამ ღმერთთან დიდხანს აცოცხლოს. მე ხდება მკვეთრი ჩაჩეხვა ამ ფინანსური ნაკადების, იმიტომ რომ იმათ აღარ აქვთ არანაირი კავშირი თავის ქვეყანას და ეს თაობა იკარგება რა. არიან ერები, რომლებსაც მაგრა აქვთ დაყენებული ეროვნების შენარჩუნების და იდენტობის შენარჩუნების საქმე და მშურს კიდეც მათი ამ ამბავში რა, ებრაელებს და სომხებს გულისხმობ განსაკუთრებით. მაგრამ ეს ისტორიული მიზეზებით არის გამოწვეული. ებრაელებს 70 წელს დაენგრათ სახელმწიფო და 1958 წელს აღიდგინეს და სომხებს დაენგრათ მე-11 საუკუნეში და ამიტომაც და იმიტომაც რომ სარწმუნოებები აქვთ დასაკუთრებული ექსკლუზიურად, ანუ იუდეველი უდრის ებრაელს და მონოფიზიტი გრეგორიანელი თითქმის უდრის სომეხს, ხო? ამიტომ მათი ეს რელიგიური ცენტრები არ არის მხოლოდ მათი აღსარებლო, ეს არის მათი იდენტობის შენარჩუნება. ჩვენ ეს ვერ გვექნება, იმიტომ რომ ისეთივე მართლმადიდებლები ვართ, თქვა როგორც ბერძნები, სერბები და ასე შემდეგ რა. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკლესიას ამ ემიგრაციის შენარჩუნების პროცესში ძალიან დიდი საქმე აქვს გასაწევი და ჩვენ სახელმწიფოსაც რა, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ჯერჯერობით ჩავდღეში ვართ, მაგრამ ბოდიში მივედმოვედე პასუხი ესეთი კარგია და მე მიხარია. გუშინ ალბათ ადრეულ თვალსაზრისით გადაცემებს ასე თქვა ინტუიტივით ადრე ჟურნალისტების ორგანიზაციის პასუხი და მოვიდა სტანდარტები ჩვენთვის თქვა რომ ის მზად არის რომ საქართველოს მოსწრას სამზოლო. ეგეც ძალიან კარგი. კითხვა რა არის? ის პასუხი მოყვა საქართველოს მთავრობის და თქვენს რომ იცი რა ის ძალიან კარგია ჩვენ ამაზე მუშაობთ, თუმცა მანამდე ამბობდნენ რომ ამაზე არ იყო საუბარი, ეს მკვეთრად იგივე ზურავაში და ასე შემდეგ. არ იყო ეს მკვეთრი მესჯება. როგორ ფიქრობთ, აი როდესაც ის წესრიგში დგას საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაცია და ალტერნატივა გაჩნდა, ასე ვთქვათ, პრორუსული საზოგადოებისთვის საქართველოს საკმაოდ დიდი არის. აი სახელმწიფო პოლიტიკა, როდესაც ასეთი უწირებით ხდება პრემიერის ხისიერი წელი, აი რამდენად სწორად არის მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით, რომ რუსეთის მიმართულებით იყო ხისიერი პოზიცია, როგორც კი პუტინმა რაღაც ერთი სიტყვა გადმოგიგდო. Ну, ჯერჯერობით არც ისე მყისიერი იყო ხალხო, იმიტომ რომ პუტინმა ეგ თქვა ერთი თვის წინ. და მე გაოგნებული ვიყავი, როგორც ჩაფარცხეთ ქართულმა ტელეარხებმა ეს. მე ჩემი თვალით ერთი თვის თუ თვინახევრის წინ, მე მგონი NTV-ზე ეს მოვისმინე. და თელმა საქართველოს თავის ილაში ჩარგო, რომ უი ეს რა გვემართება, რუსები ვიზებს გვიხსნიან. ანუ აქედან გამომდინარე, მყისიერი კი არა, დაგვიანებული რეაქცია მე თუ მკითხო. და რა თქმა უნდა მე მესმის ახლა მე ჩემი ხელობა არ არის პრაქტიკული პოლიტიკა. და ალბათ ადვილია ხო აქედან იჯდე და რჩევები მისცე დაჯექიაბა იქა და აიღე თავზე ეს პასუხისგებლობა. არავის არ ვეფერები. მაგრამ მე მესმის აი ამ რაღაც დაბალანსირებისა და სიფრთხილისა, რომელიც თავრობამ უნდა გამოიჩინოს. ამერიკელებს არ უნდა, რა თქვით აკო? ხო, დიპლომატია. თავრობას არ უნდა მოაჩვენოს, რომ ბოდიში დასავლეთს არ უნდა მოაჩვენოს, რომ ეხა რუსეთისკენ არის და პირიქით, ხო? მაგრამ თავისთავად ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, რუსეთშიც თუ ვიზები მოიხსნება ჩვენი ეკონომიკისთვის, სოციუმისთვის, კულტურისთვის ეს მხოლოდ კარგი არის, ეს ერთი და თავრობა რაღაცნაირად ისე უნდა ქნას, რომ ეს ორივე კურდღელი დაიჭიროს რა. ერთმანეთს არ გამორიცხვა. ხო, მე აი ცოტა მეშინია ხა ამ თურქეთის გამო ხო დაწყეს რუსებმა თურქეთს და რახან ჩვენ თურქებთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ამის გამო არ გართულდეს და ჩვენი ქვეყნისთვის მაგარია რა. ყველგან ჩემი სურვილი არის რომ ქართველი ყველგან უვიზოთ დადიოდეს აი ყველგან რა და რაც მეტი მით უკეთეს. დიახ, ბოდიში გავცემ აზრი რომ თითქოს ერთი თვით ადრე დაასრო რუსეთმა. ეს ძალიან მიამიტოა. ეხლა თქვენ რა გონიათ რომ მოიწვია, იმიტომ შეხვდა პუტინი რომ მხოლოდ საქართველოსაც გაკეთა, ყველაფერი ერთი დღე დაესრო. ეს არის მიამიტოა.
ბატონმა ლეონმა ხო, არა, არა. მე ინტერვიუზე მე სხვაჩვენს პირველად ცხოვრებაში მივეცი ინტერვიუ რუსეთის ტელეარხს 10,000 ჯერ მქონია ზიანდადება ბიზნეს ინტერვიუები მიმიცია, მაგრამ აი ამ თემატიკაზე ინტერვიუ ერთხელ მივეცი, ეს იყო შემოდგომაზე რა. და ეხლა ნახდათ არა მაქვს იმისი ფანტაზია და ამ პარტავნება რომ რამე კავშირშია ეს ამასთან, მაგრამ ესე დაემთხვა და უთხარი იმ ინტერვიუში იმ ჟურნალისტს, რომ ვისგან იცავთ მეთქი თავს. აი რა რისთვის ჩაკეტეთ მეთქი ეს ვიზები. თუ აი ჩვენი როგორც თქვენი პრესა წერს კანონიერი ქურდებისგან ყველა მან ცხოვრობს მეთქი მოსკოვში, ხო? ანუ რა ლოგიკა და ვიზით და ბელორუსიის და იმის გავლით არ ჩამოდის ოჯახი, ინტელიგენტი, კულტურის მუშაკი და ასე შემდეგ. მაგარი ამბებია რა. მე მგონია გვიხაროთ ეს რა.